ო ჰენრი, უკანასკნელი ფოთოლი. ვაშინგტონ სკვერის დასავლეთით ერთ პატარა კვარტალში ქუჩები ისე უცნაურადაა ერთმანეთში გადახლართული, რომ თავის თავს მოკლე მონაკვეთებად ყოფენ. არეებს რომ ეძახიან. ეს არეები უცნაურ კუთხეებსა და მრუდეებს ქმნის. ერთ-ერთი ქუჩა საკუთარ თავს ორჯერაც კი კვეთს. ერთმა მხატვარმა იმ ქუჩის ერთობ ძვირფასი თვისება აღმოაჩინა. წარმოიდგინეთ მაღაზიის მოხელე იმ არეში ნისიად გაცემული საღებავის, ქაღალდისა და ტილოს ანგარიშებით მიდის. ფული რომ ააგროვოს და უეცრად თავის თავს ხვდება უკან მომავალს. პირში ჩალაგამოვლებულს, რადგან 1 ცენტიც კი ვერ მოიპოვა. ხელოვანმა ხალხმა ამ თავისებურ კვარტალს გრინვიჩ ვილიჯს ჩრდილოეთის მხარეს გამავალი ფანჯრების, მე-18 საუკუნის სახურავების, ჰოლანდიური მანსარდებისა და იაფი ბინის კირის ძიებისას მიაგნო. მერე კი მე-6 ავენიუდან რამდენიმე ლითონის კათხა, 1-2 მაღალი გადმოიტანეს და კოლონია მოაწყეს. სამსართულიანი აგურის სახლის თავზე სიუსა და ჯონსის სტუდია ჰქონდათ. ჯონსი ჯოანეს შემოკლება გახლავთ. პირველი მენიდან იყო, მეორე კალიფორნიიდან. ერთმანეთი მერვე სტრიტზე, რესტორან დელმონიკოს ტაბლდოტზე გაიცნეს და აღმოაჩინეს, რომ მათი გემოვნება და წარმოდგენა ხელოვნებაზე, ვარდ-კაჭკაჭას სალათსა და ფართხუნა სახელოებზე იმდენად დაემთხვა, სტუდია ერთობლივად უნდა გადაიქირავო. ეს მაისში მოხდა. ნოემბერში კი კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი ესტუმრა. ექიმები პნევმონიას რომ უწოდებენ. თავისი ყინულებით ხელს ხან ერთს მოსდებდა, ხან მეორეს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ეს სულთა მხუთავი თამამად დაიარებოდა. ბლომად მსხვერპლს იმკიდა, ვიწრო, დახავსებულ არეებში კი ფეხაკრებით მიიპარებოდა. მისტერ პნევმონიას ხანში შესულ გალანტურ ჯელტმენს ვერაფრით უწოდებდი. კალიფორნიული ნიავქარისგან სისხლნაკლული, მინიატურული ქალიშვილი აკოშინებული, წითელ მუშტა ბებერი რეგვენის საკადრის მოწინააღმდეგეთ ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა. არადა მაინც დასცა და ამჟამად ჯონსი თეთრად შეღებილ რკინის საწოლში გაუმძრევლად იწვა. ჰოლანდიური ფანჯრის პატარ-პატარა ნაკვეთურებში მოპირდაპირე სახლის აგურის ყრუ კედელს გაჰყურებდა. ერთხელაც დილით შეფიქრიანებულმა ექიმმა სიუ ბანჯგვლიანი, გაჭაღარავებული წარბების მოძრაობით დერეფანში გაიხმო. ერთი შანსი აქვს თქვა 10-დან, თქვა და თერმომეტრ ჩამოფერტყა. და ისიც იმ შემთხვევაში თუ კი თვითონ მოინდომებს, რომ იცოცხლოს. მთელ ჩვენს ფარმაკოპეას აზრი ეკარგება, როცა ადამიანი მეკუბოვის მხარეზე გადადის. თქვენმა ციცქნა ქალბატონმა ჩაიგონა ვაღარ მორჩებიო. გულით რამე თუ სურს. უნდა და ერთ მშვენიერ დღეს ნეაპოლის ყურე დაეხატა, მიუგო სიუ. ყურე დაეხატა? რა სისულელეა. იქნება გულში აქვს რაიმე, რაზეც ფიქრი ღირს. მაგალითად, მამაკაცი? მამაკაცი? გაიმეორა სიუმ. ხმა ტუჩის გარმონივით მკვეთრად გაუხდა. ნუ თუ მამაკაცი ღირს იმად, რომ არა ექიმო, მსგავსი არაფერი. მაშინ საქმე ცუდათაა, ჩაილაპარაკა ექიმმა. ყველაფერს გავაკეთებ რის საშუალებასაც მეცნიერება მომწეს, მაგრამ როცა ჩემი პაციენტი თავის მომავალ გასვენებაში ეტლების გადათვლას იწყებს, მედიცინის მკურნალ ძალას 50% აკლდება. თუ კი მოახერხებთ, რომ ერთხელ მაინც გკითხოთ, ამ ზამთარს როგორი სახელოები იქნება მოდაში, გარწმუნებთ, ერთი შანსი 10-დან კი არ ექნება, არამედ 5-დან. ექიმის წასვლის შემდეგ სიუ სტუდიაში შებრუნდა და იაპონური ქაღალდის ხვირსახოსში იტირა, მანამ სანამ მთლიანად არ დაასველა. მერე კი ჯონსის ოთახში თავად-წეული. რექტაიმის სტვენა-სტვენით შევიდა. ხელში სახატავი დაფა ეჭირა. ჯონსი ლოგიში საბანაფარებული იწვა. ძლივს შეამჩნევდი, სახით ფანჯრისკენ. სიუმ სტვენა შეწყვიტა. გაიფიქრა, ალბათ ჩაეძინაო. სახატავი დაფა გააწყდა. კალმითა და ტუშით ილუსტრაციის ხატვა შეუდგა საჟურნალო მოთხრობისათვის. დამწყები მხატვრები იძულებულნი არიან ხელოვნებაში მიმავალი გზა გაიკაფონ ილუსტრაციებით იმ მოთხრობებისთვის, რომლებითაც დამწყები ავტორები ლიტერატურაში მიმავალ გზას იკაფავენ. სიუ მოთხრობის მთავარი გმირის, ელეგანტურ ბრიჯებში გამოწყობილი მონოკლიანი აიდაჰოელი კოვბოის მონახას აკეთებდა, როცა ჩურჩული გაიგონა. რამდენჯერმე რომ გამეორდა. საწოლთან მიირბინა, ჯონსის ფართოდ გაეხილა თვალები. ფანჯარას უყურებდა და ითვლიდა. ბოლოდან თავისკენ. 20, თქვა მან. ცოტა ხნის შემდეგ 11, მერე 9, მერე კი 8 და 7. თითქმის ერთდროულად. სიუმ ფანჯარაში მზრუნველად გაიხედა. რა შეიძლებოდა იქ დაეთვალა? მხოლოდ მოშიშვლებული, უსახური ეზო და მოპირდაპირე სახლის აგურის კედელი ჩანდა 20 იარდის დაშორებით. ბებერის სურო დაკოჭრილი ფესვებთან გამომპალი ღეროთი კედლის ნახევარ სიმაღლეზე ასულიყო. შემოდგომის სიუმას უნდქონ ფოთლები გააცალა, თუმცა თითქმის ბოლომდე გაშიშვლებული ტოტები აქა-იქ ჩამოშვნილ აგურებს მაინც ეჭიდებოდნენ. რა იყო ძვირფასო? კითხა სიუმ. 6, ლამის ჩურჩულით თქვა ჯონსი. ახლა უფრო სწრაფად ცვივა. 3 დღის წინ თითქმის 100 იყო. თვლისგან თავიც კი ამტკივდა. ახლა კი ადვილია. აი, კიდევ ერთი ჩამოვარდა. 5 გადარჩა. 5 რა ძვირფასო? უთხარი შენ სიუს. ფოთლები, ჩემს სუროზე.
უკანასკნელი როცა ჩამოვარდება, მეც წავალ. ეს 3 დღის წინ ვიცოდი. ექიმმა არ გითხრა? პირველად მისმის ასეთი სისულელე. ხაზგასმით დამცინავი ტონით გამოიპასუხა სიუ. აბა? რა საერთო შეიძლება გქონდეს ამ ბებერის სუროს ფოთლებს შენ გამოჯანმრთელებასთან? არა და როგორ გიყვარდა ეს სურო, შესაძაგელო. ნუ იქნები ესეთი ჩერჩეთი. ექიმი დღესაც მეუბნებოდა მალე მორჩებაო. მოიცა როგორ თქვა, ხო, რომ 10 შანსი გაქვს ერთის წინააღმდეგ. ეს კი იმაზე ნაკლები არაა, ვიდრე ჩვენ გვაქვს ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს, როცა ტრამვაით გზავრობთ. ან და ახალაშენებულ სახლს გვერდით ჩავოვლით. იქნება ცოტა ბულიონი მოსვა და სიუს საქმის გაკეთების საშუალება მისცე, რომ ნახატი რედაქტორს მიასაყოს და იმ ფულით თავის ავადმყოფ ბავშვს პორტვეინი უყიდოს. საკუთარ გაუმაძღარ თავს კი ღორის კატლეტები. ღვინის ყიდვა მეტი აღარ დაგჭირდება, ჩაილაპარაკა ჯონსიმ. თვალები ფანჯარას გაუშტერა. აი, კიდევ ერთი ჩამოვარდა. არა, ბულიონი არ მინდა. ესე იგი მხოლოდ 4 დარჩა. მინდა ვნახო უკანასკნელი როგორ ჩამოვარდება. მაშინ მეც მოვკვდები. ჯონსი ძვირფასო, უთხრა სიუმ და მისკენ დაიხარა. მაძლევ პირობას, რომ არ გაახელ თვალს და არ გაიხედავ ფანჯარაში, სანამ საქმეს არ მორჩები? ილუსტრაცია ხვალ უნდა ჩავაბარო, დღის შუქი მჭირდება, თორემ ფარდას ჩამოვუშვებდი. სხვა ოთახში ვერ დახატავ? ცივად კითხა ჯონსი. შენთან მინდა რომ ვიყო, მიუგო სიუმ, და გარდა ამისა არ მინდა ამ სულელურ ფოთლებს უყურო. მითხარი როცა მორჩები, ჩაილაპარაკა ჯონსიმ და თვალები მოხუჭა. კვარცხლბეკიდან ჩამოგდებულ ქანდაკებასავით თეთრი და უძრავი იწვა. იმიტომ რომ მინდა ვნახო როგორ ჩამოვარდება უკანასკნელი ფოთოლი. ლოდინისგან დავიღალე, ფიქრისგან დავიღალე, მინდა ყველაფერს მოვწყდე და სრიალით გავფრინდე იმ საწყალი დაღლილი ფოთლებივით. შეეცადე დაიცინო, უთხრა სიუ. ბერმანს უნდა დავუწახო, მოდელად მჭირდება. განდეგილი ოქროს მაძიებელი მყავს დასახატი. 1 წუთით გავალ მხოლოდ. იცოდე წყნარად იწექი. ბერმანი მხატვარი იყო, ქვედა სართულზე ცხოვრობდა. ზუსტად მასეთი სტუდიის ქვეშ. 60 წელს გადაცილებული გახლდათ. მიქელანჯელოს მოსის მსგავსი დახუჭუჭებული წვერი სატირის პირის სახეს უფარავდა და ჯუჯა ტანზე სცემდა. ბერმანს ხელოვნებაში არ გაუმართლა. 40 წელი აწველებდა ფუნჯს, მაგრამ თავის სანუკვარ ქალღმერთს ვერც კი მიუახლოვდა, მის მოსასხამს რომ შეხებოდა. შედევრის შექმნას მუდმივად აპირებდა, თუმცა დაწყება არც კი უცდია. უკვე რამდენიმე წელია აღარაფერს ხატავდა, კომერციული აბრებისა და რეკლამების გარდა. ცოტაოდენ ფულს კიდევ პოზირებით ჩაუვლობდა. მოდელად უდგებოდა დამწყებ მხატვრებს, რომელთაც პროფესიონალი მოდელის დასაქირავებლად სახსრები არ ყოფნიდათ. უმოწყალოდ სვამდა, მაგრამ თავის მომავალ შედევრზე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა. სხვა მხრივ კი ერთი ღვიძლიანი მოხუცი ბრძანდებოდა, რომელიც ყოველგვარ სენტიმენტალობას აბუჯად იგდებდა და რომელიც თავს ისე უყურებდა, როგორც ქოფაკ ძაღლს. ორ ახალგაზრდა მხატვარს ზედა სტუდიიდან ყარაულად რომ მიუჩინეს. სიუმ ბერმანი ქვედა სართულზე თავის ნახევრად ბნელ ბუნაგში იპოვა. ღვიის სპირტიანი ნაყინის სუნით ყარდა. ოთახის კუთხეში მოლბერტი იდგა, ზედ გადაჭიმული ტილოთი, რომელიც 25 წელი შედევრის პირველ მონახაზს ელოდებოდა. სიუ ჯონსის ფანტაზიის შესახებ მოუყვა და უთხრა, რომ ეშინია. ეს ფოთოლივით მსუბუქი და ფარფატა გოგო მართლა არ გაუფრინდეს. სამყაროსთან კავშირი კიდევ უფრო რომ შეუსუსტდებაო. ბებერი ბერმანი, რომელსაც თვალები მუდმივად ეცრემლებოდა, აყვირდა. იდიოტური ფანტაზია მასხრა დაიგდო. რაო, შესძახა. სად გაგონილა ასეთი სიბრიყვე? კვდებოდა იმის გამო წყეულ სუროს ფოთლები რომ სცვივა. პირველად მესმის. არა, არ ვაპირებ თქვენაირი რეგვენი განდეგლისთვის პოზირებას. როგორ მიეცით უფლება თავი ასეთი სისულელით გამოიჭედოს? საბრალო პატარა მის ჯონსი. ძალიან მძიმედაა ავად, დასუსტებულია, უთხრა სიუმ. ციებ-ცხელების გამო აქვს ესეთი ავადმყოფური და უცნაური ფანტაზიები. კარგით, მისტერ ბერმან. არ გინდათ პოზირება და ნუ გინდათ. ყოველთვის ვფიქრობდი ერთი საძაგელი ბებერი, ლაქლაქა ბებერია მეთქი. თქვენ ჭეშმარიტი ქალი ბრძანდებით, იყვირა ბერმანმა. ვინ მოგახსენათ, რომ არ მინდა თქვენთვის პოზირება? წავიდეთ, თქვენთან ერთად მოვდივარ. ნახევარი საათია ვცდილობ აგიხსნათ, რომ მზად ვარ თქვენი მოდელი გავხდა. არა, აქ არა ისეთი კარგი ქალიშვილის ავადმყოფობის ადგილი, როგორც მის ჯონსია. ერთ მშვენიერ დღეს შედევრს დავხატავ და ყველანი ერთად გადავსახლდებით აქედან. როცა სტუდიაში ავიდნენ, ნახეს ჯონსის ჩასძინებოდა. სიუმ ფარდა ბოლომდე ჩამოუშვა და ბერმანს ანიშნა, მეორე ოთახში გავიდეთო. იქ ფანჯარაში გაიხედეს, სუროს შიშით მიაჩერდნენ. მერე კი ერთმანეთს ხმა მოუღებლივ გადაავლეს თვალი. ცივი, თოლნარევი წვიმა გაუჩერებლად მოდიოდა. ძველ ლურჯ-პერანგში გამოწყობილი ბერმანი განდეგილი ოქროს მაძიებლის პოზაში ჩამოჩნდა. ამ უბრუნებულ ჩაიდანზე ყლტეს რომ განასახიერებდა. როდესაც დილით სიუმ ხანმოკლე ძილის მერე გაიღვიძა, დაინახა ჯონსი მწვანე ფარდას ფართოდ გახელილი თვალებით მისჩერებოდა. გადასწია, მინდა შევხედო. ჯონსი მჩურჩულით ბრძანა. სიუ დაემორჩილა. და რა, უწყვეტი წვიმისა და გამჭოლი ქარის მიუხედავად მთელი ღამე როქროდა,
აგურის კედელს ერთი ფოთოლი მაინც შერჩენოდა. სუროს უკანასკნელი ფოთოლი. ყუნწთან ჯერ კიდევ მწვანე, კიდებზე გაყვითლებული იყო, თუმცა ტოტზე თავი მაინც მტკიცედ ეჭირა. მიწიდან 20 ფუტის სიმაღლეზე. უკანასკნელია, ჩაილაპარაკა ჯონსიმ. მეგონა ამ ღამეს აუცილებლად ჩამოვარდებოდა. ქარის სმუილი მესმოდა, როცა ჩამოვარდება მეც მოვკვდები. ძვირფასო, უთხრა სიუმ და დაღლილმა ბალიში ჩარგო თავი. ჩემზე მაინც იფიქრე, შენს თავზე თუ არ ფიქრობ, აბა როგორ ვიქნები უშენოდ. მაგრამ ჯონსიმ არაფერი უთხრა. ამ ქვეყნად ყველაზე მარტოა სული, რომელიც მზადაა გაემგზავროს იდუმალ, შორეულ მოგზაურობაში. ავადმყოფური ფანტაზია მის გონებას მით უფრო იპყრობდა, რაც უფრო სუსტდებოდა კავშირი სიცოცხლესა და ადამიანებთან. მერე ჩამობნელდა, ისევ დაუბერა ჩრდილოეთის ქარმა. წვიმა ფანჯრის მინაზე ხმაურით ეშხებებოდა მანსარდიდან ნაკადებად ჩამოსული. როგორც კი ინათა უმობელმა ჯონსიმ მოითხოვა ფარდა აეწიათ. სუროს ფოთოლი ჯერ კიდევ თავის ადგილზე იყო. ჯონსი დიდხანს იწვა და უყურებდა. მერე სიუს დაუძახა, მისთვის გაზღვრაზე ქათმის ბულიონს რომ აცხელებდა. მე ცუდი გოგო ვიყავი, სიუდი, თქვა მან. რაღაცამ გააჩერა ეს უკანასკნელი ფოთოლი იმისთვის, რომ მიხვდე როგორი საზიზღარი ვიყავი. ცოდვაა, სიკვდილს ნატრობდე. შეგიძლია ცოტა ბულიონი მომცე, მერე კი პორტვეინ შერეული რძეც. ან და არა, ჯერ პატარა სარკე მომაწოდე. მერე ბალიშები შემომიწყე, წამოვჯდები და გიყურებ საჭმელს როგორ ამზადებ. 1 საათის შემდეგ კი თქვა: სიუდი, იცი, იმედი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს ნიაპოლის ყურეს დავხატავ. საღამოს ექიმა შემოიარა. როცა გადიოდა, სიუმ მოუბოდიშა და ხოლში გაყვა. შანსები გათანაბრდა, უთხრა ექიმა და ხელი ჩამოართვა. კარგი მოვლის შემთხვევაში გავიმარჯვებთ. ახლა კი მეორე ავადმყოფი უნდა მოვინახულო ქვედა სართულზე. გვარად ბერმანი. მხატვარი უნდა იყოს თუ არ ვცდები. ისე პნევმონიაა. მოხუცი სუსტი კაცია არა და ავადმყოფობა მძიმე ფორმით აქვს. გადარჩენის იმედი აღარ არსებობს, თუმცა დღეს საავადმყოფოში მაინც გადაიყვანენ. იქ უფრო მშვიდად იქნება. მეორე დღეს ექიმა სიუს უთხრა: საშიშროება აღარ ემუქრება. თქვენ გაიმარჯვეთ. ერთადერთი რაც ეხლა სჭირდება, კარგი კვება და მოვლაა. იმავე საღამოს სიუ ჯონსის საწოლთან მივიდა. სიამოვნებით ქსოვდა, ხასხასა ლურჯ სრულიად გამოუსადეგ შარფს. ცალი ხელი ბალიშიანად შემოხვია. რაღაც უნდა გითხრა ჩემო თეთრო თაგუნია, თქვა მან. დღეს მისტერ ბერმანი საავადმყოფოში ფილტვების ანთებისგან გარდაიცვალა. მხოლოდ 2 დღე ავადმყოფა. დაწყალი მოხუცი შვეიცარს უპოვია. თავის ოთახში ეკდო იატაკზე. ტკივილისგან გონწასული. ფეხსაცმელი და ტანსაცმელი სრულიად სველი ჰქონია. ყინულივით ცივი. ვერავინ გაიგო იმ საშინელ ღამეს სად გავიდა. მერე კი თურმე ფარანი იპოვეს ჯერაც რომ ენდო. მისადგმელი კიბე, მიწაზე დაყრილი ფუნჯები და პალიტრა, რომელზეც მწვანე და ყვითელი საღებავი ყოფილა შეზავებული. ძვირფასო, კიდევ ერთხელ გახედე სუროს იმ უკანასკნელ ფოთლებს. არ გიკვირს რატომ არ ირხევა და არ თრთის ქარი როცა წამოუბერავს? ო, ძვირფასო, სწორედ ესაა ბერმანის შედევრი. იმ ღამეს დახატა, როცა ჩამოვარდა უკანასკნელი ფოთოლი. დასასრული.